დილა მშვიდობის, როგორ ხართ, ჩემო სიხარულებო. წარმატებული დღე ყველას. წვიმიანი ამინდია. ამ ჟაკეტზე ადრე მითხრეს, რომ ჟანა არ გიხდება ეგ ჟაკეტი არ ჩაიცვალო და არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია ძმიანი ჟაკეტი. ის რა თბილია, უღურა, რბილი რაღაცნაირი. და მოვიდა შავი, ცისფერი. ჩემი მართლა შეიძლება რომ არ იყოს, ხო? გეთანხმებით, თეთრი ვარდისფერი უფრო თბილი ფერები მიხდება მე და ეს ახლა ცისფერშია და რა ვიცი აბა ისედაც რომ თეთრი ვარ სახეზე, მე ძალიან ფერმკრთალი ვჩანვარ ხოლმე. და მაგიტყვა ალბათ, მაგრამ ჩავიცვი დღეს მაინც. გარეთ წვიმიანი ამიდია და მე კარგ ხასიათზე ვარ, კარგად ვარ მე. ой საოცრება, წვიმს. წვიმს და აბა გაიხედე. წვიმა დაიწყო. და მე კარგ განწყობაზე ვარ. ძალიან მიხარია, რომ კარგ განწყობაზე ვარ. გოგოებო, ჩემი სახე. არ ვიცი ევონს რატო ვუკეთებ რეკლამას, მაგრამ ალბათ რა ვიცი სხვა კრემებიც რომ დამეწყო, უბრალოდ ბიუჯეტურია და ეკავარჩი. ესე იგი, სანამ დავიწყებდი და მას შემდეგ, როგორც ცოტა დედამიწა, ისე განსხვავდება ჩემი სახე. ცოტა ხანში ალბათ ის აღარ დამჭირდება ტონალური. ეხაც უკვე ძალიან შევამცირე, აი თუ მეტყობა, ძალიან აი წვეთი, აქეთ წვეთი აქვს, იო, ძალიან ცოტას ვისმე. და რვიბან სახისკანს, კანის შიგნით მქონდა ხოლმე რაღაცნაირად პატარ-პატარა სიმაგრეები და არ ვიცი შიგნიდან რო ამოსულიყოთ ხო დავინახავდი, არც ამოვიდა. სად გაქრა ყველაფერი არ ვიცი. რო ვიბანკა დილით მაგ ანუ აღარ მხვდება ეს სიმაგრეები შიგნიდან. კანი გამიხდა რბილი და აი ბავშვებით, მათ ეს რო გადაუსმენ ეს ხელს. კანს და არაფერი არ აქვს ხო შიგნიდან. ეგეთი ძალიან მიხარია. ძალიან ესე იგი გოგოებო. ყველაფერს მოვიკიდებ. სახის მოვლას არასდროს არ შევწყვეტ. არასდროს. გავაგრძელებ, ეხლა უნდა დავიწყო ჰიალურონის მჟავა და დასაბანი სახის გელი გამომელია. ვაბელიკის ამ მქონდა და გამომელია და 2 დღე არის ბავშვისადმი თვიბან სახის. საღამოთი ვიბან ხოლმე მარტო. დღე არ ვიბან, დილით არ ვიბან კანს, იმიტომ რომ მარტო თვალებს ვიბან დილით, რომ გამოვხიზლდე. კანს არ ვიბან. იმიტომ რომ საღამოთი ყოველ საღამოს აბსოლუტურად ვიბან დასაბანი გელით, ჯერ ვიწმენდავ და მე ვიბან და ვისმევ კრემს. და დილით აღარ ვიბან ხოლმე საერთოდ, იმიტომ რომ არ გამომიშრეს. აბა მინდა აბა და საჭმელზე ვარ გასასვლელი. ეს ბანანი მაქვს, ლიბრეს ბანანია, ცოტა მაგარია. იყო შევწავთ მეთქი და უნდა შევწავ მე და ერთი მოჭერი შევჭამო. გუშინ ხო გითხარით, რომ დილით აუცილებლად დილა არ არის თან. დილა კი არ არის, ახლა უკვე პირველი დაიწყო, რაღა დილაა და აი ამ დროს ხოლმე ყავას ვხომე მე მარტო. ამ დროს. ანუ როგორც 8 საათზე რო დალიო რა დილით. და მე 12-ისთვის ხოლმე ჭამო საჭმელი. ისადილო და მე მაგ დროს ყავას ვყავით ვიწებ.
პირველ საათზე და იმიტომ არის რომ ზოგჯერ უკვე გრძნობს სისუსტეს. სისუსტეს. ახლა წავარ. ჯერ ავადავი. ისაუსმე და არ ვიცი რა ვიყიდო. ვერცი უნდა ვიყიდო რა თქმა უნდა. ვერცი კი. კიდე რა ვიყიდო არ ვიცი რა. ფუნელი მაქვს საყიდელის არის ისა. მარილი ცოტა რა აიდედი ეხლა ჩიმბიჭი როგორი საყვარელია გუშინ მათემატიკის წიგნარეული დარჩა სახლში ხო და ნინო მასწავლებელს მომითხრა რა რომ დარჩაო სახლში ვეული და წიგნიო და მეკითხებოდი მე მეთქი ბავშვებთან როგორი ურთიერთობა აქვს ნინო მასწავლებელი ძალიან კარგია ის შეიხუთა მოიხუია და ძალიან კარგია ძალიან კარგად რა ხახი არა წვანი ხახზე მეუბნება წვანი ხახის ის არის რა ძალიან მოყვარული არა გვაქვს არა არც ტკბილეული უნდა გავიდეთ ვიყიდო მაგრამ როგორ წვიმს იცი მათი ხო ნახე წვიმს და მაინც უნდა გავიდი აბა რა ვქნა არა არ მინდა ცივარ და სველი და მე გადავირბენ უცხოურ ნაბიჯში და გადმოვარ ბანანი კი ერთი შენ ერთი მე როგორ განალეცო შემოდის ვარ გამოჩდეს მათე აი რატე როგორ შეიძლება ესე პირიქით უნდა მოხვიდე მიესალმო ჩვენ გამომწერებს აბა როგორ შეიძლება კაცო სიყვარულია და სიყვარულია საერთოდ არ მაბრაზებს გოგო საერთოდ აი მათე საერთოდ არ მაბრაზებს როგორ გითხრათ რა მიკამი ცოტა ხოლმე ძალიან ბევრი აპარატი უნდა გადავახტოთ ის და მივარდა ძალიან ბევრი აპარატი ცოტა ხოლმე ნიკა უკვე აღარ შემიძლია პასუხების გაცემა და მიტირია გოგო უკვე რომ აღარ შემიძლია მთელი დღე კითხვები არ ვიცი რამდენი კითხვას რომ და დღეში რა ვიცი აი უამრავს ეს საერთოდ არ მღლის საერთოდ მარტო მაბედნიერებს და ნიკაგან არ მაბედნიერებდა უბრალოდ კითხვები ქონდა არ ვიცი მოკრული იყო ისიც ჩემზე და ესიც ჩემი ბიჭები ჩემი სიყვარულები არიან ჩემი სიყვარულები არიან რა არის დედი რა ვერ გავიგე კაია ბანანი ხო გაქვს მერე ჭამი ვერა ვქნი
პირად ვერ აქვს. მობრუნდი ახლა მიესალმება. მოდი. დედი რა მაგაინე. მერტოის რა, ვაშლია თუ ბანანი მათე. აი მეყვას ესეთი ბანანი რა. ვაშლივით არის. ვაშლივით. ცოტა ხანს მექნება ეს კაფა გამოვთვლი კიდე ვიყიდე ისე ვიგაფია. ესე მისჩემია. თქვენ ამ საკითხზე ძვირიანიც ფუჭდება და იაფიანიც ფუჭდება. ესია. აუ სადაა ემნაგი გარაყავის საძებს იქიცაღავს იქ სადღაჩოს ჩერდე არ დამეჭოს ხო ესენი ესე გოგოებო შემოსიხარულებო იმედი ადამიანს არ ვიცი აი რას უშვება ვერ აგიხსნით რა აცოცხლებს ესეთ გამონათქვამი ხო არის მაგრამ მარტო არ აცოცხლებს იმედი ადამიანს სulis თავიდან ბოლომდე უკეთეს ხდის ჩემი გამოცდილებიდან იმედი უკეთეს ხდის ადამიანს ყველანაირად აბსოლუტურად და ვისაც იმედი არ აქვს მათთვის არის ძალიან რთული ცხოვრება ეს ძალიან რთულია მათთვის ცხოვრება ვისაც არ აქვს იმედი ამიტომ იმედი მომუშავოს მერთმა გოგოებო კარგის იმედი და ეს და დადებითი ფიქრი როცა ფიქრობ შენ დადებითს ეს იმედს გაძლევს ძალიან სასწაულია რა ვიცი აი ეს ყველაფერი მე ეხლა რასაც ვლაპარაკობ ის დამეწვა რასაც ვლაპარაკობ შენ თავზე დაკვირვებით და გამოცდილებით შევუდგები ამ ყველაფერს თუ კარგზე ფიქრობ თუნდაც დღეს აწმყოზე ან მომავალზე ასოზე ფიქრი რა ვიცი
წარსულზე ფიქრი არის მე მგონი დროის ქუჭა ხარჯვა. წარსულზე ფიქრი, თუმცა ჩვენი ტკივილები ხოლმე იქ არის. აი დღეს არ არის პრობლემა. არც არავის არ აქვს, მხოლოდ დღეს ისეთი ძალიან ისეთი პრობლემა შეიძლება როგორ არა ახლა ჯანმრთელობის რაღაცა გაჭირვება. კი, შეიძლება ეს ყველაფერი იყოს, მაგრამ მაინც ამ ყველაფერს ჩვენ ვუმკლავდებით, მაგრამ წარსულის ტკივილია ხოლმე, როცა გულში აი მე ძიმედ რო გაწევს გულში და რო გჭამს, ეს არის ყოველთვის წარსული. ყოველთვის. ამიტომ არის რომ კარგზე უნდა ვიფიქროთ, რადგან იესო თქვა რომ ყოველ დღესო თავის საფიქრალი აქვს და საწუხარიო და თუ გააქვთ ტანსაცმელი საქმე და თავშესაფარიო ბედნიერი ხარო. კარგზე ფიქრი და იმედი ადამიანს მეტი არაფერი არ უნდა რომ კარგად იყოს. აცოცხლებს და გარდაქმნის. ესია. ეს ეხა შეგრილდეს ცოტა. ეს ცხელი. ესეც ცხელიაცა. ხოდა ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არაჟანი უნდა ვიყიდოთ დღეს. ჯემი საუზმე პირველ საათზე. მათე მოდი იყო წაიღე. გუშინ გოგოებო ღამე ნიკას ქონდა კარმა დატოვილი და ისე ჩამოცხა დაცხა სახში უკვე დავწიქი. მთელი ღამე დარჩა, მე ფანჯარა ღია გავაყე და ყელი მტივა ცოტა ეხლა. ჰაერია ვარ იყო. ვაყელი.
რამდენი ხანია უშაქ რო ყავას სვა მე დიდი ხანია ძალიან ერთ წელიწადზე მეტ ჩაის ვერახ სვა უშაქს გოგოება შემიძლია ვერა ჩაი ვერა ამბო არ არის ცუდი ბანანი უბრალოდ გარედან მაგარია ელიც მტკივა ყურიც მტკივა შემცირდა როგორ ყურებ ადამიანი როგორ უჭირთ გოგოება თუნდაც პირობის შესრულება ძალიან მაუცებს ეს ყველაფერი მაგრამ იცით რა არის ცუდიც და კარგიც ხო ჩვენშია მაგრამ შესაძლებელია რომ კარგი აიჩიო კარგი რო აიჩიო შესაძლებელია ანგარიშის ნომრებზე რომ მთელი ამბები არის ატეხილი იცით რა ხდება გოგოებო ითხრათ ადამიანი რომელიც მათხოვრობს ხო გამოდის და მათხოვრობს თუნდაც ინტერნეტის საშუალებით და დიდი ბულინგია მასზე ამ დროს იტანს გინებას ლანძღვას უბედურობას და მაინც მათხოვრობს ხო უარი ნიკეთ ამ დროს უკვე ის ადამიანი კი არა გარეშეების გულები ჩანს ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს არ ყველაფერზე ეს არის როგორ თქვა მაგარი გამოცდა არის რა მე მაგალითად ბევრს ხედავ მანდ ვის როგორ დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე შეიძლება გაგაღიზიანოს რა ვიღაცის ემა რა ქვია მარტო მათხოვრობამ კი არა ადამიანის არ მოგეწონოს რა შეიძლება ადამიანიც კი არ მოგეწონოს რო არ მათხოვრობდეს აი მაშინაც კი და გააქვს იმისი შინაგანი რესურსი რო უბრალოდ გაატარო და არ გაგლიჯო შუაზე ადამიანი რომელიც იდევ ამბობ ამ ყველაფერს იტანს ბულინგს იტანს და მაინც მათხოვრობს მათხოვრობა ადვილი არ არის ხო არ არის ადვილი გოგოებო მათხოვრობა ეგეთი
არ არის ადვილი. მაგრამ ის თუ იტანს ამას, შენაირი ადამიანია, შენ არ გეგონოს, რომ ეხლა შენ რაღაცით მეტი ხარ. არავინ არავიზე მეტი არ ვართ. მაგრამ ის ამას თუ იტანს, შენ არა გაქვს იმისი უფლება, რომ ის გასაჯო. ამ დროს შენი გული ჩანს. იმას რომ თავიდან ვანებოთ რას აკეთებს. თუ არ მოგწონს, გაატარე. ასკროლე. არ უყურო. ამ დროს ჩვენი გულები ჩანს. ჩვენ როგორი გვინდა რომ ამის გულიც მოკლათ? ჩავქოლოთ? რა გვინდა? რა გვინდა ამის გულისთვის? ის რო ასე იქცევა, ჩვენ რა გვინდა? და არადასინამდვილეში არაფერს არ აშავებს. უჭის და ითხოვს. საქართველოში ყველას უჭირს. ვის უხნის? ახლა მილიონერებიც არიან და მე მაგაზე არ ვლაპარაკობ ხო და ვისაც უკვე 10,000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი საქართველოში ისეთი ძვირია ყველაფერი ყველას უჭირს გოგო ყველას გვიჭირს ყველას და ადამიანი რომ ამ ყველაფერს იტანს და თხოვლობს და ამ შეურაცხყოფას რო იტანს უნდა დაანებოთ არ არის ეგ არავისი საქმე ასკროლე და გაატარე ქუდობა, მრუშობა, კვლელობა ეს არის გასატეხი მათხოვრობა არა ეს არის ძალიან ცუდი საქციელი მოპარვა მისცემ გაგაძლებს მაგრამ შენ იმაზე ბრაზდები რომ სხვამ არ დაეხმაროს აი კიდე ძალიან ცუდია ძალიან ცუდია ბალანსი არ არის და იმიტომ ეთხოვენ გოგოებო ბალანსი არ არის არავის არ სიამოვნებს რა ეგ ყველაფერი არავის არ სიამოვნებს მაგრამ აბა გქონდეს 10,000 ლარი შემოსავალი თუ გამოვა და იტყვის დამეხმარე თუ არ იტყვის ეგეთი ადამიანი ამ დროს უკვე თავმომწონეც ხდები ამ დროს უკვე თვით შეფასება გიმაღლდება როცა უკვე შემოსავალი იმდენი გაქვს რომ შენი შრომა ფასდება და ანუ არ გამოხვალ და არ მოითხოვა ამ დროს გოგოებო და ვინც ამას აკეთებს და ითხოვს აი ესე გამოდის და ამბობს რომ დამეხმარეთ
ესე იგი მას ეს სჭირდება და იმიტომ აკეთებს და შენ არა გაკითხეს უბრალოდ არავითარ შეფოვში იქიდან ვიღაცას უნდა რომ დაეხმაროს ვისაც მილიონები აქვს შენ რა გინდა შენ ვერ აკეთებ და მაგიტო შენ ვერ აკეთებ და მაგიტო განარდიჭის და მაგიტო არ აკეთებ არ აღიარებ მაგას უფრო მაგარი გგონია შენი თავი აი მაგიტო ვიღაცაზე მაგარი გგონია შენი თავი თუ არ გიჭირს გინდა გჭირდება შენს თორე ესეთი ადამიანი არ გამოვა და არ დაიწყებს ლაპარაკს ვინც უკვე შემდგარია არა არ დაიწყებს ლოგოებო დამერწმუნდით ეს არის გამოცდა მილიონერებს მათ ხოვრების ფორმა გადაუცვიათ ხო და განასწორა ეს ხელგაწვი აინტერესებდათ ადამიანის გულები ხო გაგიგიათ ეს არის გამოცდა მე მაგალითად ფული რომ ექნება ვიცი ვისაც უნდა დავეხმარო ვიცი ვისაც უნდა დავეხმარო ვის არ უნდა დავეხმარო ეგეც ვიცი ეს არის სპეციალურად ვპინავ ანგარიშის ნომერს კომენტარებში სპეციალურად ვაკეთებ მე ამას ეხლა გამგები გაიგებს აღარ მინდა ბევრი ლაპარაკი ამ თემაზე ჩვენი გულები იწყება ძალიან ბევრს მასწავლის ცხოვრება. რა? ჯერ არა. ძალიან ბევრს. ინტერნეტში სულ ვიცი ვინ რა არის. ჩვენ სფეროში. სუიცი, ყველა ვიცი ვინ რა არის გოგოებო და კომენტარებში ვინც წერენ ისინიც ვიცი ვინ რა არის ვის როგორი გული აქვს და ვის როგორი სული აქვს ყველა ვიცი ზოგს ახლა ვიცნობ ისეთი ადამიანები კიდე რომლებიც ხვდებიან ხოლმე თავიანთ დანაშაულს აღიარებენ ხოლმე და ამის უნარი აქვთ უძვირფასესები არიან ესეთი ადამიანები ჩემთვის უძვირფასესები ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეგ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვაღიაროთ ადამიანს რომ რამეს დაუშავებ ბოდიშის მოხდა უნდა შეგიძლოს
ვისაც ეს არ შეუძლია თავი წავედი სიამაყეა უკვე ხო თუ შეგიძლია რომ შენი დანაშაული აღიარო ადამიანს უგული ადგინე თუ შეგიძლია რომ აღიარო და ბოდიშიც უნდა მოუხადო კი და მოუხადო ბოდიში რავი თუ გინდა რომ აღდგეს მასთან ურთიერთობა სიო ბიბლიაში წერია გოგოებო რომ ფრთხილად ვიყვეთ რომ მსჯავრი არ დაგვედოს როგორც სხვის საქმეში ჩამრევებს ეს მაგარი ის არის აზრია ძა ანუ შაური ხო იცით რაც არის რა როგორც ხვის საქმეში ჩამრევებს შაური არ დაგვედოს მე ძალიან მეხმარება ეს განათლება ძალიან მეხმარება ეს ყველაფერი ძალიან მინდა რომ ყოველ კვირა შაბათ დღეს ვიარო ეკლესიაში არ ვიცი რო გითხრათ რომ მოძღვარისოყვანა მინდა არ მინდა ჯერ მოძღვარისოყვანა მინდა რომ უბრალოდ ვიარო ვილოცო იქ მივიდე და ვილოცო სხვა ენერგეტიკა იქ სხვა რაღაცაა იქ რო შეგიხარ სიწყნარი სიმშვიდე და აზრებიც მოგდის უფრო მეტად რაზე გინდა ლაპარაკი რა გინდა რომ ვთხოვო ღმერთს თუ ეს სახლშიდან არ შემიძლია ვილოცო სახლში შემიძლია მაგრამ ეგ სხვანაირი გარემოა წავედი გაკოძეთ იმდენი გეგმები მაქვს იმდენი რაღაცა მაქვს გულში იმდენი სიკეთე მაქვს იმდენი სიყვარული მაქვს და იმდენი სიხარული მაქვს ვერ მოვჩები მე ერთი წელი რო ვილაპარაკო დროებით